საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განხილვაში მიიღო საქმე საქართველოს მოქალაქე გიორგი კეკენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც მოსარჩელე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მამაკაცების გაწვევას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომელიც სქესის ნიშნით დისკრიმინაციას გრძალავს. უნდა მოიხადონ თუ არა სამხედრო სამსახური ქართველმა ქალებმა. ამ კითხვით ტელეკომპანია თანამგზავრის ახალი ამბების გადამღებმა ჯგუფმა თელავის მოსახლეობას მიუღთა. რატო თუ კი მამაკაცებს შეუძლიათ ქალები რატომაც არა? რატომაც არა, რატოვითო? ძალიან. რატომ ამიტომ არია ზოგი მამაცი ქალები, რომ ნამდვილად შეუძლიათ ქვეყნის დაცვაც და შეუძლიათ მებრძოლის სული აქვთ და უნდა იყვნენ, რატომაც არა. მე მაგალითად მომწონს ეს ახალგაზრდა რო ვიყო, იქნება მეც შემეძლო, მაგრამ ეხლა დაუბერდი და აღარა ვარ. კი, დიდი სიამოვნებით. რატომ? რა ვიცი. რატომ? არა, მაგრამ რატომ თუ ბიჭ შეუძლია გოგოს თვა შეეძლოს. ანუ სავალდებულო თუ იქნება ყველა წავიდა და დიდი სიამოვნებით. ქალები რატომღაც ძალადობის მსხვერპლიც ხომ არიან და მინდა რომ არის ყველა თანასწორი ვიყოთ რა ქალებიც და კაცებიც და ამიტომ შეიძლება რომ ქალები წავიდნენ ჯარში. თუ საჭირო უნდა წავიდნენ. რატომ? ქართული ქალის ფუნქცია ყო ოჯახის მოვლა. მოთა სამშობლოს გულისი შეიძლება წავიდნენ. არა. რატომ? რა უნდა ქალს ჯარში?